კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის და მაკრონი უახლოეს მომავალში ეწევიან თეთრ სახლს და იმედოვნებენ, რომ მათ გეგმას ამერიკელები მხარს დაუჭერენ. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს? არა, ასე არ ფიქრობ. მიმაჩნია, რომ ტრამპმა ყველაფერზე ნათლად ისაუბრა. ის რუსეთთან აპირებს შეთანხმების მიღწევას და ასევე მკაფიოდ დააფიქსირა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს არ მიაწვდის. და ეს არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა პარასკევს. ამასთანავე, თუ კი შევხედავთ ბრიტანელებისა და ფრანგების მიერ შემუშავებულ ეგრეთ წოდებულ მშვიდობის გეგმას, დავინახავთ, რომ ეს სერიოზული შეთავაზება არ არის. გეგმის გაცნობის შემდეგ შეკითხვა გამიჩნდა, თუ საერთოდ რა პლანეტაზე ცხოვრობენ ეს ადამიანები. მათი გეგმა დაფუძნებულია ორ ნაბიჯიან სქემაზე. პირველი ეს არის თვით ცეცხლის შეწყვეტის პუნქტი. შემდეგ კი ბრიტანელები, ფრანგები და მათი კეთილის მსურველთა კოალიცია გეგმავს სამშვიდობოების გაგზავნას უკრაინაში. რუსებმა საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ უპირველესად ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება და მეორე, რომ ისინი არ მისცემენ ბრიტანელებსა და ფრანგებს საშუალებას განალაგონ სამხედროები უკრაინულ მიწაზე. რასაკვირველია, მათ შეუძლიათ იქ სამხედროები გაგზავნონ, თუმცა რუსები მათ ცეცხლს გაუხსნიან. ასე რომ გაუგებარია, თუ რატომ ფიქრობენ სტარმერი და მაკრონი, რომ ამ სამშვიდობო გეგმას განხორციელების რაიმე შანსი აქვს. დამატებით კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელებს არ სურთ უკრაინისთვის არანაირი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა. ტრამპსა და ვენსს კარგად ესმით, რომ სტარმერის და მაკრონის მიერ წამოყენებული სამშვიდობო გეგმა უბრალოდ განუხორციელებელია. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.